ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორის საბავშვო ბაღების ნაწილში ჩუტყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა. ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარი გიუნაშვილის განმარტებით შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო არ არის და გასულ წელსაც ფიქსირდებოდა. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. ჩუტყვავილა ინფექციური დაავადება. მისი დამახასიათებელია ქავილით მიმდინარე გამონაყარი, სითხის შემცველი ბუშტუკები. დაავადება ხასიათდება ძალიან მაღალი გადამდებლობით და ინფიცირების რისკის ქვეშ არის კონტაქტში მყოფი ადამიანი, რომელსაც არ აქვს გადატანილი ჩუტყვავილა ან არ არის ვაქცინირებული. ბაღებში ყოველთვის, როდესაც სკოლამდელი ასლის დაწესებულებები წევს მუშაობას და მით უმეტეს ზამთრის პერიოდი ჩუტყვავილისათვის სეზონად ითვლება. ეხლა მე მოვიგე სტატისტიკა წინა წლის ამავე პერიოდში შევადარე და დიდი განსხვავება არ არის, თუმცა მაღალი არის, აი იანვრის თვე რო ავიღოთ დაახლოებით 60-65 შემთხვევა ქონდა. მაგრამ ეს თითქმის ყოველ სეზონზე აი ამ ციფრებზე გადის ხოლმე რაოდენობა შემთხვევების. ეხლა სასწრაფო შეტყობინებას ეს არ ექვემდებარება და თვის ბოლოს ვითვლით სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციას რა არის ხა ჩუტყვავილა ვირუსული, მწვავე ვირუსული ინფექცია, ბავშვთა ინფექცია თვით, თუმცა მოზრდილი ადამიანი შეიძლება დაავადდეს ამით. ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი, ბავშვი, რომელიც ცემინების ხველების საუბრის დროს გამოყოფს ამ ვირუსს. ვირუსი საკმაოდ სუსტი არის და გარემოში დიდხანს ვერ ცოცხლობს, გარემო პირობებით იღუპება, ამიტომ მესამე პირით, საგნებით ამისი გადაცვლა არ ხდება. უფრო კონტაქტურად საერთოდ გადამდები ბავშვი ავადმყოფი არის 10 დღის განმავლობაში გამონაყრამდე და სიმპტომების დაწყებამდე, 2 დღით ადრე და სიმპტომებიდან დაახლოებით 8 დღის განმავლობაში. გამონაყარი იწყება გულმკერდის და სახის მიდამოდან და შემდეგ თმიან ნაწილებში, თავიდან ბუშტუკები ჩდება სითხით სავსე, მერე იმუღრება, შეიძლება დაჩიგდეს კიდეც და წყდება და მოედება მთელ სხეულზე. და კონტაქტური გზითაც შეიძლება რომ გადავიდეს. რაც შეეხება ფარულ პერიოდს, ეს არის დაახლოებით 2 კვირა, ანუ ვირუსის შეჭრიდან გამოვლინებამდე და მაქსიმალური პერიოდი აი ყოფილა სტატისტიკურად შემთხვევების, როდესაც 21 დღესაც გამოვლენილა. ამიტომ ის, ვინც კონტაქტში იყო დაავადებულ ადამიანთან, პოტენციურად თვითონაც შეიძლება იყოს ინფექციის წყარო სხვა ჯანმრთელი ადამიანისთვის, ამიტომ აუცილებელი არის, რომ არ დაიშვას ესეთი კონტაქტში მყოფი პირი, ვისაც არ აქვს გადატანილი ჩუტყვავილის შემთხვევა. გადატანის შემთხვევაში მყარი იმუნიტეტს იძლევა და ძალიან იშვიათია, შეიძლება 1-2% იყოს შემთხვევები, როდესაც განმეორებით შეიძლება ისევ დაავადდეს ჩუტყვავილად.